გამარჯობა ბაჩუ და ბაჩუნიებო, ანუ ბაჩუ არის მამაკაცი, ბაჩუნია ქალბატონი რა, ეს რო ვიცოდეთ რა. ეს არის ბაჩუს არხი და ჩვენ დღეს ვიქნებით მე და თემო გადაცემაში, რომელიც უნდა გავამხილოთ და მოვიპარეთ. კი ბატონო. ხელცივი იუთუბერები ვიქნებით დღეს, ალბათ გინახავთ ადრე ვარდოსანის გადაცემა გათევზვა ერქვა. კი. მანამდე იყო პირდაპირი, მაგრამ ჩვენ ქართველებისთვის არ მოგვიპარავს, ჩვენ მოვპარეთ ამერიკელებს და ჯოუკებს გავაკეთებთ. კი ბატონო. ოღონდ სახელი ჯერ არ ქვია თემო და მოფიქრებმა მომაფიქრე. ხო, რაღაც ვარიანტები გვაქვს. სწრაფი ხუმრობები, სწრაფი ხუმრობები. არა, ხო? არის რაღაც. რაღაცა ისეთი ჩქარი ხუმრობები. რიკი. რიკი ხუმრობები. რიკი სწრაფია, მაგრამ რიკი ხუმრობები, всё. რიკი ქვია, რიკი ხუმრობები. ჩვენს გადაცემას ქვია რიკი ხუმრობები და დავიწყოთ რიკი თემო, რა მოიტანი აბა. ხო, აქ 8 7 რიკი უნდა მოგეტანა. 8 რიკი მოვიტანე. დაარიკინე თუ გინდა თუ ვინ დაიწყებს თავიდან? ჯეირანი. შენ იწყე. მე ვიწყე. ხო. მე პირდა ვიტყვი რომ რაღაცა ისეთ მეგონა არ მაქვს ისა ჩახლართულები რა, მარტივები აქვს, მაგრამ ნახოთ რა. შენ როგორც ვიცი ჩახლართული რიკები. ხო, სანამ ჩვენ რიკის დავიწყეთ, მანამდე შეგიძლიათ გამოიწეროთ ბაჩუს არხი, დაალაიქოთ ვიდეო და გამოგვიგზავნოთ სპონსორი. კაი, დავай, წავიდე. ჩემი პირველი რიკი ესეთია რა. შენ რო ნინი ბადურაშვილის დედა იყო, რა გერქმევა? ისე ბიჭო, ძალიან რთულია. არ ვიცი. ეკა კეხიან. კი ბატონო, ეკა კეხიან, კარგია. საინტერესოა, კაი. ეხა ჩემი. მიშიკო ჯაიანი რო სექსის დროს კურდღელი იყოს, იქნებოდა. სექსის დროს კურდღელი იყოს? აი ცხენი რო ყოფილიყო, ვიტყოდი პონი ჯაიანი. არა, კურდღელი ხო იცი რასაც ნიშნავს, ანუ. სწრაფ ამბავში. მე პონი ჯაიანს ვიტყვი მაინც. მიშიკო წამიანი. კაი, მოგითხრა მიშიკოს. რა, შენ თუ არხი არ გაქვს გამოწერილი? გამოიწერე. მიშიკო წამიანი კი არა, მიშიკო ნაბოზარი ყოფილი. კაი, წავიდა. შემდეგი. და. კარგად დავიწყე. კარგი რიკი. კარგი რიკები იყო. რა ქვია კაცს, რომელსაც სიმაღლით ძალიან ეშინია, მაგრამ კომშის მაღალ ხეზე მაინც ავიდა. სიმაღლის მაინც ეშინია, კომშის მაღალ. ხო, მაგრად ეშინია, მაგრამ კომშის მაღალ ხეზე მაინც ავიდა. ვა, ვინცა? ნიშნებას მოგცემ. კაი. კომშის სხვა სახელიც ხო იცი? ბიჭო, არ ვიცი. ყვერებიანი, კი ბატონო. ბია ქვია, მაინც ჩვენ იმერულად ბია. საინტერესოა, კაი. ტაჰარო მარშრუტის მძღოლი იყოს, რა ნიკნეიმი ექნებოდა? ტაჰარო მარშრუტის მძღოლი იყოს? MC ჩემგან ხელმარჯვნივ ხელმარცნე საჭეს აითექნებოდა რაღაც. არა. ტაჰა 5-9-9-9-5. ეს საინტერესო იქნება ექნებოდა. კაია. კაი. რელე ხო ის რა არის? დრელე? ანუ რელეც ქვია რა. ხო, დრელი, რა ერთი სიტყვა. მოდი რელე. კაი, რელე. რა ქვია დაგრეხილ რელეს? რელე? ჭია თუ რელი? ესეთია რა. გზების ამბავი ესე. კაი, კი ბატონო. შემდეგ ისეთი მაქვს ცოტა თხელი. ჯეოთიმის ფლობელი რო ცხოველი იყოს, რა ერქმეოდა? საბასაპანაძე, ხო? საბა ქათამაძე? ჩაპასაპანაძე. აი ესეც საინტერესოა. პატარა მელოტი ძაღლი ასაცილო. მელოტი ძაღლი გაიქნებოდა და მეგო თუ გინდათ იხილოს მელოტი ძაღლი, დაწერეთ კომენტარებში საბა ძაღლად. კაი, ეხა შენ. ეს ძალიან დიდია. დავაი. რა ქვია სოსისიან პურს, რომელიც მხოლოდ ცოლმა მოამზადა და შენ, ანუ ქმარს მონაწილეობას საერთოდ არ მიგიღია. სოსისიან პურს? ხო, სოსი, მარტო ცოლმა მოამზადა, ქმარს არ მიუღია მონაწილეობა საერთოდ ამის მომზადებაში. ვა, მოიცა? ცოლისი? აბა? ჰამბურგერი. აი, ჭავჭავაძეზე რო იყიდე. კი, გასაგები. მანდ მოგაფიქრე, კაი. ჩემი შემდეგი. დაფრინდი, ჩემო მერცხალა. კაი, წავიდე, კაი. შემდეგი. ბოდი სანამ იტყვი, დღეს არ გვექნება ის დასჯა რანაირი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან ძმაკაცები ვართ და მე თემოს ვერ დავსჯი და ვერც ის ვერ დამსჯი. არა, მეორე გადაცემაში როგორც ვიცი გიორგი ჯირგაძე ყავს და იმას სჯი.
ვერც გიორგის ვერ დავში ალბათ და სანამ ვინმეს არ მოვიყვან ისეც რომ იზღება. იზღება ვერ გასაგები. პუტინი ჩვენს გადაცემაში. კაი, დავай. ჩემი შემდეგ. ყველაზე ცნობილი იმერელი ფეხბურთელი. ყველაზე ცნობილი იმერელი ფეხბურთელი. მიშკა თევდორაძე. არა. აბა. აკანე არიენ რობენი. ნახე საერთოდ შემოვიდა. ნახე რა დამთხება ფეხბურთელზე მაქვს მე. მართლა? კაი. მარტივია ძალიან. კაი. როგორ იქნებოდა ქართულად პოლ სკოულზი? პოლ სკოულზი? ვა. არ ვიცი. იატაკ სკოულზი. კაი, ბატონო. კაი, მეც იმაზე ვარ, რა ქვია, მეც გადავერთე. იმერელი კაცისთვის რა ნომერი პოზაა სექსში ყველაზე საყვარელი? ბიჭო, გააჩნია ზემო იმერელია თუ ქვემო იმერელი? იმერელია. ვერა? ვერა. იმერელი კაცისთვის სექსში ყველაზე საყვარელი პოზა ნომერი არის 14. თუ 14 ნომერი უყარს ყველა. ეგ როგორც არის წოდი, ვინც არის წოდი დღეიდან იწოდე და იმერლებს 60-ს რა უყარდა, რა ის გრამატიკულად ჟღერს და 14 გვიყვარს. კაი. და რა გვარია სომეხი, რომელსაც არაფერი არ გააჩნია? თითქმის არაფერი არ გააჩნია. გვარია? ვა. მარტივად არ გექნება ხა არაფრიანი არ გექნება. არა. აბა? ნიფხავიან. აი, ბოთავან ტრუსიკიან. ტრუსიკია შეიძლება, კაი. 30 ლარი და გვარს გადაიკეთებ. შემდეგი. მია ხალიფას საყვარელი ფრაზა სამსახურში. შევესიოთ ახლა. აი იმერელი. იმერელი არ არის მია ხალიფა. კიდე კაი. იზაიას არ ჯობია. არ ვიცი. მია ხალიფას საყვარელი ფრაზა არის სამსახურში არ ვარ გათავიდან. არ ვარ გათავიდან? გათავიდან იწყებს არა მუშაობა. Game over. კაი, ხა შენ. შენზე მაქვს. დავაი. შენ რო ოფიციანტი იყო, რას დაგიძახებდნენ? მე რო ოფიციანტი ვიყო? ვა, მოიცა? წვირის პონჩია რაღაცა ვითო? შეიძლება. არ ვიცი. ფოდნოსა. კაი, ფოდნოსა. თოთ? შეიძლება, კი ბატონო, კაია. კაი, შემდეგი. სტალინის საყვარელი YouTube არხი. ეგ მგონი მიხვდები საერთოდ, თუ რა? გრიშაონიანზია რამე? სტალინის საყვარელი YouTube არხი. სოსო ერამზე ვარ. და ახლა ჩtildeოეთ კორეაშიც იყო და ასე რომ თან სახელიც უფრო ახლოს არის. მე მგონი ბოლოები დაგვრჩა, ხო? ბოლო 2. ბოლო 2 მაქვს მე. 2 გაქვს? თუ ერთი ისე და წავიგითხავ თუ გინდა. კაი, მე ერთი მაქვს, მაგრამ შემიძლია ორჯერ წავიდე. აი, მინდა წავიდე. მე კაი ბოლო. შავი მაგია? შავი მაგია? თუ უნდა გამოვიცნო რა არის? ხო, ანუ შავი მაგია. შავი მაგია? აი. მაგია ხო მაგი. იმერული კი, იმერული. კაი, მე მაგ ორი და ვარი ერთად წავიგითხო და უნდა გამოვიცნო. წავიდა პირველი. ბებოს ლავაში რო იმერული ბრენდი იყოს რა ერქმეოდა? აი, იმერეთში რო იმერელ კაცის რო, ან იმერელში რო იმერული ბრენდი რო იყოს ერთი სიტყვა. აუ, თურქულ სერიალზეა ბებოს სავაში? არა? არა. რანაირად არა? არა. უეჭველი ეს რა ყოფილი? არა. არ ვიცი. ბებოს ლავაში რო იმერული ბრენდი იყოს, ერქმეოდა გისუნა ბებიამ ლავაში. ეგეთი. და ბოლო, ლადო კიკინაძე რომ მეძავი იყოს, მის ნომერი როგორ ეწერებოდა ტელეფონში. არ მიფიქრია მაგაზე. ძალიან კარგი, მაგრამ უნდა გამოიცი. ეგ არ უნდა გამოვიცნო მე. კაი. ლადო კიკინაძე რომ მეძავი იყოს, მის ნომერი ეწერებოდა ტელეფონში როგორც ლადო ბინაზე. ლადო კიკინაძე, ლადო ბინაზე. როგორია? კარგია. გაიხარე ჩემო კარგო.
კაი, რაღაცა ვიქონდა მე რა. მგონი თან რაღაც პაუზები არ ვაკეთეთ, იმიტომ რომ გაგატაცემას რიკი დაერქვა ჩქარჩქარია. და ჩქარჩქარი მაგიტო გავაკეთეთ რა. ჭამის დროს ჩემი აზრით მე იდეალურად. მგონი შენიერი გამოვიდა. პირველისთვის კაი იყო, ხო, ნერვული. ძალიან დიდი მადლობა. ვინც გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ და ბოლოს ვიტყვი გამოვშვით ონისე ცხადაძე და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრი. გენაცვალე და შემოგევლეთ.